2015-დან ლექციებს ვკითხულობ. ერთხელ არ მისაუბრია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ვთვლი რომ ეცა ძალაუფლებრივი ელემენტი არის, როდესაც ხარ ლექტორი, შენ გაქვს ძალაუფლებრივი ელემენტი სტუდენტზე და შეგიძლია თავს მოახვიო. მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა ინდოქტრინაცია, ჩემი მიზანი იყო ის, რომ მივცე აზროვნების რაღაცა ელემენტები, რომლებიც ჩემამდე გამოიგონეს და ჩემამდე იყო. ეხლა არის ეს პირდაპირი ესეთი სისტემა იყო ყოველ შემთხვევაში, როდესაც შენ ლექციებზე გელაპარაკებენ აბსოლუტურად სხვა, აი მაგალითად ფსიქოლოგიაზე სწავლობ და გელაპარაკებენ პოლიტიკაზე. ეს არ არის დაკავშირება, ეს არის აგიტაცია. მეორე მნიშვნელოვანი რაღაც იერარქიული სისტემა ისე შეიქმნა. იერარქიული სისტემა ზოგადად ახასიათებს ეს, მაგრამ აკადემიური იერარქიული სისტემა შეიქმნა არა იმიტომ, რომ შენში კრიტიკული აზროვნება ყოფილიყო ძლიერი, არამედ იმიტომ, რამდენად ხარ კონფორმისტი ლიბერალურ დღის წესრიგისა. თუ შენ უფრო მეტად ხარ კონფორმისტი, უფრო მეტი კარები გეხსნებ. ეს აღმოჩნდა შენი რეალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. და ეხლა შენ ადამიანებს როდესაც ამას უკეტავ, ჩემთვის გასაგები აბსოლუტურად ბუნებრივად, ეს ადამიანი გამოვა შენ წინააღმდეგ. ადამიანს ასწავლეს კონფორმიზმი, ამით ცდილობდა რომ მიაღწია ყველაფერს და უცბად ენგრევად ეს